მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა სწავლების კონსულტანტ კომპანია მაქსის გერმანელმა სპეციალისტებმა რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრაზე წყალანირებისა და დღემდე განხორციელებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა 2 ეტაპად ჩატარდება. მეორე ეტაპზე 11 სექტემბერს წყალმომარაგების საკითხის განხილვა იგეგმება. როგორც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარება. შეხვედრაზე ჩვენ ბათუმის წყლის საქართველოს გაერთიანებული წყლის კომპანიისთვის გადაცემის საკითხსაც დავინტერესდით, თუმცა ადგილზე ხელმძღვანელის არყოფნის გამო კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. მანამდე კი ამ თემაზე ბათუმის საკრებულოს ბოლოს ხდომაზე ქალაქის მერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიების გაერთიანების საკითხი წესრიგში არ დგას. ორგანიზაციის სფეროში დღეს გვაქვს პრეზენტაცია ქალაქის წყალარინების სისტემებზე, განწმენდაზე, მათ უტილიზაციაზე. ამ პრობლემებზე საკმაოდ ნაყოფიერად ვისაუბრეთ, ასევე არსებობს პრობლემები საყოფაცხოვრო მოხმარებული წყლების ჩაშვებაზე, ანუ არასათანადო ტექნოლოგიური ჩაშვებები ხდება, იგივე რესტორნებიდან, იგივე ჭარბი მომხმარებლებიდან. ამ პრობლემების გადაწყვეტის გადასაწყვეტად გვაქვს გარკვეული წინადადებები, რომლებიც გვინდა რომ შემდგომში ბათუმის მერის ხარდაჭერით გადაიჭრას ქალაქის ფარგლებში. ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტი ვართ, ერთიანი წყალარინების და კანალიზაციის სისტემები არ ქონია. დღესდღეობით ქედის სინამდვილეში მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, მას სჭირდება მართვა, მას სჭირდება რეაბილიტაცია, მას სჭირდება მომავალი უზრუნველყოფა და აქედან გამომდინარე დღეს საკმაოდ შედეგიანი იყო ჩვენი შეხვედრა და მივიღეთ ის გამოცდილება, რომელიც აქამდე არ ქონია და ალბათ მომავალში ჩვენ გვექნება მუდმივი კონტაქტი ბათუმის წყალთან, გვექნება რაიმე პრობლემები, რომ შემდგომში მოხდეს მისი აღმოფხვრა, ვისწავლოთ ახალი ტექნოლოგიების მართვა და დავნებოთ ჩვენ სინამდვილეში. ბათუმის წყლის გადაცემა, არ გადაცემასთან დაკავშირებით მე არაერთხელ მითხრავს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ გასაგებია, როგორც ეხლა 8 სექტემბერს პირველი ეტაპის სამუშაოებზე იქნება გახსნილი პაკეტები 4 კომპანია ემუქს მონაწილეობას, თანხმდამოყრა სექტემბერს. ჩვენ ვეუბნებთ გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უკვე რეალურად აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს